მოცემული მაქვს ასეთი გამოსახულება, px არის რაღაცა მრავალწევრი და მინდა ვიპოვო ამ გამოსახულებას რამდენი ნამდვილი ფესვი აქვს. ფესვი რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ უნდა ვიპოვო ისეთი x-ი, რომ ჩავსვამ ამ გამოსახულებაში, ამ გამოსახულებამ მომწეს 0. და ასეთი x-ები მინდა ოღონდ ნამდვილი x-ები, ანუ ნამდვილ რიცხვთა სიმრავლიდან. ახლა ცხადია შემიძლია ესენი გავამრავლო ერთმანეთზე და მაშინ მექნება რაღაც მე-6 ხარისხის მრავალწევრი. იმიტომ რომ x მე-6 ხარისხს მივიღებ, ხო? ყველაზე დიდ წევრს. მაგრამ არ მინდა ამათი გამრავლება. მირჩევნია რომ პირიქით დავაჯგუფო და რაღაცები ფრჩხილებს გარეთ გავიტანო, იმიტომ რომ თუ გადავაკეთე ეს გამოსახულება მე რაც შეიძლება მეტ მამრავლად, ანუ მეტი მამრავლის ნამრავლად და გაუტოლეს ყველაფერი 0-ს, მაშინ გამიმარტივდება საქმე, იმიტომ რომ ამ მამრავლებიდან რომელიმეს განულება ავტომატურად გამინდრობს მთელ გამოსახულებას, ხო? ამიტომ მოდი ახლა ეს გაუტოლოთ ჩვენ 0-ს და ვეცადოთ რომ რაღაცნაირად კიდევ უფრო უკეთ დავაჯგუფოთ ყველაფერი. ესე იგი, ახლა ეს უკვე მაქვს 3x-8 აქ და ამას ასე დავტოვებ, არაფერს არ უზამ. აი აქეთ რამე შეიძლება თუ არა რომ დავაჯგუფო. ნუ ერთი შეხედვით შემიძლია აი ესენი მაგალითად და ესენი გამოვიყვანო თითო ჯგუფად და რაღაცები გავიტანო აქედან ფრჩხილებს გარეთ და რაღაცები აქედან. ნახოთ რა გამოვა. მოდი გავდგეთ და აი ამ გამოსახულებიდან გავიტანოთ x-ის მესამე ხარისხი ფრჩხილებს გარეთ. მაშინ დაგვრჩება ესეთი რაღაცა. გვექნება ესე იგი x-ის მესამე ხარისხი და ფრჩხილებში იქნება აქ 3x-ი და აქეთ უბრალოდ -8. შემდეგ ამას დავუმატოთ. ეხლა მოდი აქედან გავიტანოთ, ყველაზე დიდი რაც შეგვიძლია გავიტანოთ, იქნება 5, ხო? თუმცა 5 გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, გვექნება 5 ჯერ ეს რა იქნება? ესე იგი 3x-ი - 8, რაც ძალიან კარგია, აქაც ეგ დაგვიჭდა, ხო? ესე იგი კიდევ გავიმარტივეთ საქმე. და აქეთ ისევ იგივე 3x - 8. აქაც 3x - 8 გვაქვს, რაც საინტერესოა. ნახოთ რას მოგცემს ეგ. მოდი ახლა 3x - 8 გავიტანოთ, აი ამ მთელი ამ გამოსახულებიდან 3x - 8 გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. მაშინ მექნება 3x - 8 ჯერ 3x - 8 ჯერ x კუბს დამატებული 5. მოდი ამას ასეთი ფერით გავაკეთებ. x კუბს დამატებული 5, ეს გამრავლებული კიდევ 3x - 8-ის კვადრატზე უდრის 0-ს. ანუ რა ვქენი, უბრალოდ დავდექი და აი ეს წევრი, მაინც სხვა ფერით აღნიშნო, აი ეს წევრი და აი ეს წევრი, ორივე გავიტანებ ფრჩხილებს გარეთ. აი ეს, მეტი არაფერი გამიკეთებია. ახლა 3x - 8 მაქვს აქ ორგან, ამიტომ ბარემ ერთმანეთზე გავამრავლებ მაგათ. და მაშინ მექნება 3x - 8 კუბში, იმიტომ რომ აქ კვადრატში მაქვს და აქ პირველ ხარისხში, ეს გამრავლებული x კუბს + 5-ის, არაფერზე პირველ ხარისხზე ესეც. და ეს უდრის 0-ს. ესე იგი, მივედი იქამდე რომ აი ეს დიდი გამოსახულება დავიყვანე 2 მამრავლამდე. და ახლა შემიძლია სათითაოდ გავუტოლო პირველი და მეორე 0-ს, იმიტომ რომ ან ეს როცა 0, მაშინ ხდება მთელი გამოსახულება 0, ან მეორე როცა 0. ნუ ან ორივე. ამიტომ ნახოთ ახლა. ესე იგი 3x - 8 კუბში ტოლი არის 0-ის. ახლა ორივე მხარეს რომ ამოვიღოთ კუბური ფესვი, მექნება რომ 3x - 8 ტოლი არის 0-ის. აქედან გამომდინარე x-ი ტოლი გამოდის, რამდენი 3x-ი ტოლი გამოდის 8-ის და x-ი ტოლი გამოდის 8/13. ესე იგი, ეს არის ერთი ამონახსნი, რომელიც ნამდვილი რიცხვია თან, რაც ძალიან კარგია. ესე იგი, ერთი ფესვი ვიპოვეთ უკვე. ახლა მეორე ვნახოთ. მეორე არის ასეთი. მეორე არის x კუბს + 5 უდრის 0-ს. ესე იგი, x კუბი უდრის -5-ს და x-ი უდრის კუბურ ფესვს -5-დან. ახლა კუბური ფესვი ნამდვილ რიცხვს მომცემს -5-დან. მომცემს, იმიტომ რომ კენტი ხარისხის ფესვი რიცხვიდან იმავე ნიშნის რიცხვს მაძლევს. ანუ მე რომ მაგალითად -1 ავიყვანო მესამე ხარისხში, ისევ მომცემს -1-ს, ხო? და მაშინ ამ -1-დან კუბური ფესვი ისევ -1 ტოლი იქნება. ანალოგიურად, რომ ავიყვანო რაღაცა რიცხვი რომ ავიყვანო უარყოფითი კენტ ხარისხში ნებისმიერი რიცხვი მომცემს ისევ უარყოფით რიცხვს. და პირიქითაც უარყოფითი რიცხვიდან ნებისმიერი კენტი ფესვი მომცემს ისევ უარყოფით რიცხვს. ამიტომ ეს რიცხვიც არის ნამდვილი. ანუ ესეც ნამდვილია. და ზუსტი მნიშვნელობაც სხვათა შორის მაქვს ამის დათვლილი, მიახლოებით არის -1.71. ანუ ფესვი 5-დან არის 1.71, მიახლოებით კუბური ფესვი. და უბრალოდ -5 რადგან გვაქვს, -1.71 იქნება. და ეს გამოსახულებაც არის ნამდვილი რიცხვი და ესეც არის ნამდვილი ფესვი, აი ამ ჩვენი საწყისი გამოსახულების. ესე იგი, ვიპოვეთ ორი ფესვი ქონია, ერთი არის 8/13 და მეორე არის მინუს კუბური ფესვი 5-დან, იმიტომ რომ ეს იგივე არის, რაც მინუს კუბური ფესვი 5-დან. აი ეს არის და ეს.